დასრულიათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს შეხვდა. საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა მრევლს შრომისკენ, მიწის დამუშავებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართულობისკენ მოუწოდა. კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრის მონაწილეებისგან აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებსაც გაეცნო, როგორც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ბრძანა მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთათვის ახალგაზრდულ ცენტრში მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილი და წარმატებული ბიზნესმენებისგან მათთვის საინტერესო და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ. მომდევნო შეხვედრა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში 15 იანვარს 12 საათზე გაიმართება. Business it's our scholarship ადამიანი ეჩვევა ყველაფერს უსახმობასაც, სიჰარიბესაც. მაგალითად აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავით ჩვენ და იქ მოსავალი მოდის ხიარის რაღაც ერთი ჯიში და როგორც კარტოფილი ისე ისხამს მიწაში. იმას მოკრიფენ, დაღრუებენ მთელი ზამთრის წლის მარადს და მთელი წელიწადი არაფერს არ ეკეთებენ. აი ასე მსგავსად ჩვენც ვიქცევით. ბრძოლმა ხალხმა იცოდა აი დედაჩემი გვაფრთხილებდა ბავშვებს არ შეეჩიოთ სიღარიბეს. სიღარიბებს შეჩევა იცის. თავარი რაც არის შრომა უნდა გვიყვარდეს, უნდა უყვარდეს ადამიანს შრომა. აი სოფლებში ხშირი შემთხვევა, როცა კარმიდამო, საკარმიდამო არ არის მოხნული, არ არის დაბარული, არ არის დამუშავებული. აი ესე ბალახია გაშვებული და მეტი არაფერი. იმის მაგივრად რომ რა უნდა იმის დამუშავებას. ძველად ჩვენი ხალხი ოცნებობდა, მე გამიგონია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისაგან. ჩვენ ოცნებობდით, რომ ერთი დღის სახნავსათესი მოგცეს ღმერთმა და ჩვენ არაფერი არ გამიჭირდება. ეხლა გვაქვს და აღარ ვამუშავებთ. ეს ტრაქტორი არ არის, ეს ბენზინი არ არის, ეს. ხოდა ჩვენ თუ
არ მივხედეთ ჩვენ თავსა ჩვენ არც უცხოეთი ღიშველის და არც არაფერი ჩვენ თვითონ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს მე რას ვაკეთებ რა მომაქვს ჩვენი ქვეყნისთვის აი ნერგები ეხლა წამოწყებულია ეს საქმე რომ გავამწვანოთ ჩვენი თები და ჩვენი ველები ნერგების გამოყვანა უნდა ვიცოდეთ უნდა სკოლებში ასწავლოთ ყოველი მოწაფე ყოველი ახალგაზრდა უნდა შრომობდეს ამაზე და უნდა გამოყვაოს თუ გამოიყვანს ახალ ნერგსა ბავშვი ის აღარ გააფუჭებს სხვასა ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს ჩვენ ვინის საქმეში თითქმის არც ერთი ქვეყანა არ არის ასეთი მდიდარი ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს წყალში უხვად გვაქვს წყალი უცხოეთში უკვე წყალი უფრო ძვირია ვიდრე ბენზინი აი წყლის მელიორაცია მორწყვა აი ნერგსა მართლა დარბაკი არ უნდა იმას პატარ-პატარა წყალიც უნდა დაცვაც უნდა საქონლისაგან რომ საქონელმა გააფუჭოს ასე რომ ბევრია ძალიან ბევრია საქმე გასაკეთები და ჩვენ ვერ ხედავთ და ჩვენ ვამბობთ რომ სამუშაო ადგილები არ აქვს სინამდვილეში ყველაფერი გვაქვს ღმერთმა უხმად მოგცა ყველაფერი და ვინც ივლის აი ამ ლექციებზე რომელიც მომავალში ჩატარდება მას ექნება საშუალება გაიცნოს ცნობილი ჩვენი ბიზნესმენები ცნობილი ადამიანები მათ როგორ მიაღწიეს რა გააკეთეს და თქვენ თვითონაც უნდა იფიქროთ შვათ უნდა ახალი იდეები აი ამიტომ მე ვთქვი გუშინ რომ ვილოცოთ ვიფიქროთ შვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ